თითქოს პირველ ტაიმში უფრო ნაკლები დრო ითამაშეს ფეხბურთელებმა. დრო 45 წუთი არის გათვლილი. კი, ჩვენთვის აი ძალიან რთულია, მე დავიწყებ ცოტა უკან დავბრუნდები აი ტორპედოდან, ჩვენ ორი თამაში ფაქტურად სტრესის ქვეშ მოგვიწია. ამანაც რაღაცა დოზით დაღი დაასვა ჩვენ ესე რომ ვთქვათ იმ გეგმას, რაც გვინდოდა, იმიტომ რომ ტორპედოსთანაც პირველ ტაიმში კაცი გაგვიგდეს და შემდეგ ძალიან რთულია გადაწყობა, მithumetes ესე ძლიერ გუნდს რო ეთამაშები როგორც ტორპედოა, ჩვენ შევძელით პრინციპში 10 კაცად გავათანაბრეთ თამაში, მაგრამ სამწუხაროდ ბოლოს დავმარცხეთ. იგივე მოხდა დღეს, მაგრამ არ ყოფილა წითელი ბარათი, იყო იძულებითი შეცვლა, მაგრამ ეს ყველაფერი სტრესია გუნდისთვის და ამის ფონზე და ამის გათვალისწინებით თუ რაც მოხდა ეს ორი თამაში, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მაინც ის გამოვაჩინეთ ის ბრძოლის უნარიანობა, რაც ყოველ შემთხვევაში მე მიმაჩნია, რომ თავარი არის, რომ გუნდმა რაც შეიძლება სწრაფად ესე რომ ვთქვათ, განიცადოს პროგრესი და სწრაფად წავიდეს წინ და იმ მიზნისკენ, რაც ჩვენ გაგვაჩნია. რა შეიცვალა და თქვენ პირველი მიზანი და ესე ვთქვათ, რას ისახავთ იმისთვის, რომ გარდატეხა როგორ უნდა შეიტანოთ? რა არის თქვენი მთავარი, ესე ვთქვათ, ეს ნაბიჯები, პირველი ნაბიჯები, რასაც გაატარებთ გოლის დივაში? ნუ პირველ რიგში მენტალური, ფსიქოლოგიური, ესე რომ ვთქვათ, ფსიქოლოგიურად უფრო მეტი ვიმუშავეთ ფეხბურთელებთან, რომ მეტი ბრძოლის უნარიანობა გამოვიჩინოთ, იმიტომ რომ ერთ კვირაში ითამაშო ის თამაში, რაც ჩვენ გეგმაში გვაქვს და რაც გვინდა რომ ვითამაშო, ძალიან რთულია. შეძლებს დაგვაროთ, შევეცადეთ რაღაც პატარ-პატარა ესე რომ ვთქვათ, კონტურები, მე მგონი ქუთაისშიც გამოჩნდა და დღესაც თუ რა გვინდა და რა თამაში გვინდა. პრობლემები და ხარვეზები ძალიან ბევრია. მე იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება მალე და სწრაფად აღმოვხრავთ ამ ხარვეზებს და ჩვენი მიზანი ყოველთვის უცვლელია, ყოველთვის ბრძოლობთ მაღალი მიზნებისთვის. სამწუხაროდ არ გვაქვს ესე რომ ვთქვათ, სახარბილო ინფორმაცია, იმიტომ რომ სახიზვის მოტეხილობა აღმოაჩნდა და ძალიან ცუდია, რომ სავარაუდოდ დიდი ხნით გამოგვაკლდება და ეს ჩვენთვის ძალიან ცუდია და რა თქმა უნდა, ფეხბურთი როგორზე გავწიოთ, ჯანმრთელობას რაც ეხება, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან წუხართ ამის, მაგრამ რას ვიზავთ, ფეხბურთია და ამის გარეშე ფეხბურთი შეუძლებელია. პროცესი გოლის დივაში. ნელ-ნელა იწყებთ ამ ყველაფრის უზადებას, დაახლოებით მეტოქეები უნახეთ და ამ პროცესზე ეთეორიტი თქვენ. მე 7 დღეა რაც გუნდში ვარ, ზუსტად დღეს მე 7 დღეა და 7 დღეში ორი თამაში ვითამაშეთ, ესეთი რთული და მართალი რო გითხრათ, მხოლოდ კონცენტრირებული ვიყავით ტორპედოზე, ეხლა თბილისის დინამოზე და მართალი გითხრათ, არ გვიფიქრია ევროტურნირზე. რა თქმა უნდა, ჩვენი აზრები და ესე რომ ვთქვათ, გეგმები, რა თქმა უნდა, უკავშირდება ევროტურნირსაც, მაგრამ ჩემთვის ეს მთავარი არ არის. ჩვენ გვაქვს ჯერ მომდევნო თამაში, 24-ში გაგრა, 29-ში სამგურალი და ესე მივყვებით. მე რა თქმა უნდა, როცა უკვე მოვა იმის დრო, ჩვენ უკვე კონკრეტულად უნდა მოვემზადოთ ევროტურნირებისთვის, რა თქმა უნდა, მოვემზადოთ, მაგრამ ეს ამით მე ისე თქმა მინდა, რომ ჩვენ გაძლიერება აუცილებლად გვჭირდება ის შეთამაშება, რაზეც მე უკვე ვისაუბრე და ზუსტად აი ეს არის ჩვენი პირველი მიზანი, რომ ევროტურნირებამდე ეს ძალიან მალე და უპრობლემოდ მოხდეს და შევეცდებით და ვცდილობთ ყველა მეც ხელმძღვანელობა ფეხბურთელები, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც გვინდა ქართველ ხალხს, გულშემატკივარს, მწვრთნელებს, ფეხბურთელებს, რომ ევროტურნირზე რამენაირად რაც შეიძლება მეტი ეტაპი გადავლახოთ, რომ მაგისთვის ვიყოთ მზად.